გილოცავთ მეგობრებო შობას დღეს ქაშვეთის წინ ისმის მამაოს ლოცვა მეც როგორც თოვლის პაპას გამოწყობილი მოგილოცავთ შობას და დამდგარ ახალწელს და დამდეგ ძველით ახალწელს მინდა გისურვოთ ბედნიერება სიხარული ჯანმრთელობა და მინდა ასევე ამ სასწაულ დღეს როდესაც დაიბადა იესო ქრისტე ამაზე ღვთიური სიტყვა გითხრათ ოღონდ იმედია კარგად გამიგებ და იმედია სიყვარულით გამიგებ იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა ქრისტიანი გახლავართ მაგრამ ეს ბევრ კულტურას რო ჩავაღრმავდები და რო სწავლობ მიხვდები რომ ბევრი ჩიჩილაკი მეკვლე თოვლის პაპა ეს ყველაფერი ცოტა უფრო ძველი საწყისი აქვს მაგრამ ეს არ ნიშნავს სამწუხაროდ და ესეთ მენტალური დაპირისპირება არის ხოლმე რომ აი რაც ქრისტიანობამდე იყო ის საქართველოს არ იყო ქართველებისთვის მიუღებელი უნდა იყოს მაგრამ მე მჯერა რომ ქრისტიანობა როგორც ებრაულ ტრადიციებზე არის დაფუძნებული ისევე ქართული მართლმადიდებლობა არის ძველ ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული როგორც ბერძნული მართლმადიდებლობა არის ძველ ბერძნულ ტრადიციებზე დაფუძნებული ეს ციდან ხო არ ჩამოვარდა სამყარო ხო მარტო ებრაელებმა ხო არ იცოდნენ სამყაროს საიდუმლოებები ოღონდ რა თქმა უნდა ის ვაღიარებთ რომ ებრაელები რჩეული ერი იყო ღმერთის რომელიც ყველაზე სწორი და ყველაზე კარგად შემოინახა ეს ცოდნა მაგრამ მე ესეთ რაც მე ვისწავლე ისტორია და მითოლოგია და რაც გავეცანი ამ სამყაროს მე პირიქით უფრო გამიძლიერდა ჩემი რწმენა რომ ის საიდუმლოებები და ის ინფორმაცია რაც მე ამოვიღე უფრო ამყარებს ჩემ ქრისტიანულ რწმენას იმიტომ რომ ქრისტე რომ მოვიდა იმ ძველ სამყაროს ახალი სამყარო დააშინა ზევიდან და აი ამაზეც უნდა ვიფიქროთ ხოლმე რომ ეს არ გაუნადგურებია ქრისტეს თავისი შობით რომ დაიბადა ხო ვიცით ქრისტეს შობის ისტორია რომ სამი მაგი სამი ბრძენი კაცი მოვიდა მის სანახავად სამი სხვადასხვა ნაწილიდან სამი მაგები ესენი იყვნენ სამი სხვადასხვა რწმენა წარმოადგენენ შეიძლება ზოროასტრიანელები იყვნენ შეიძლება სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა ბრძენები და მეფეები და ფილოსოფოსები რომლებიც იწინასწარმეტყველეს იესო ქრისტის დაბადება ეს იმას ნიშნავს რომ ქრისტეს მოსვლა არ იყო მარტო ებრაელებისთვის გამხელილი საიდუმლო და მარტო ებრაელებისთვის დიდი მოვლენა რომელიც მე მთელ მსოფლიოს გავრცელდა მე რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს ებრაელები ბევრი ებრაელი მეგობარი მყავს და ვაფასებ მათ ცოდნას და კულტურულ სიბრძნეს მაგრამ აქაც ჩანს ქრისტეს შობაშიც ჩანს რომ როდესაც ებრაელებმა არ მიიღეს საერთოდ აკვანიც არ დაუთმეს და საერთოდ ბოსელში მოუწია ქრისტეს დაბადება მის დაბადებას წინასწარმეტყველები და ღმერთის მინიშნებით ვარსკვლავის მიყოლით მოვიდნენ სამი მაგი და ასევე რა თქმა უნდა მწყემსებიც ძალიან დიდ სიბრძნეს და საიდუმლოებას ფლობენ რომელიც ქართული კულტურა არის მწყემსებისა და მიწადმოქმედების კულტურა და ამიტომ მე მიმაჩნია რომ უნდა შევძლოთ და უნდა დავინახოთ რომ ჩვენი თანამედროვე ქართული ქრისტიანობა განსაკუთრებით მთაში რომელიც ეს ლომისობა მაგალითად ყოველწელს ვსვლობ წავიდე ლომისობაზე და ბაბუაჩემის საქმე გავაგრძელო ბაბუაჩემი ელგუჯა ბურდული ყოველთვის ესწრებოდა ლომისობის დიდ დღესასწაულს მაგრამ წმინდა გიორგის ლომისი წმინდა გიორგის ტაძარი დაშენდა და წმინდა გიორგის სახელი დაერქვა უძველეს არსებულ რწმენა წარმოდგენებს რომელიც ქართულ მითოლოგიას იმედია ბევრი ძალიან ლანძღავს და ბევრი არ იღებს ამას მაგრამ იქაც ისეთი საიდუმლოებები არის ხშირად ჩემ ვიდეოებში ვაკეთებ ხოლმე პარალელებს ქრისტიანობაში როგორ ჯდება ეს ქართული რწმენა წარმოდგენები იმიტომ რომ ჩემი აზრით იმიტომ მივიღეთ ესე ადვილად ქრისტიანობა ნუ მთაში რა თქმა უნდა დღემდე შეგიძლია თქვა რომ ბოლომდე არ მიიღეს მაგრამ იყო სინთეზი აი ეს სინთეზი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ქრისტიანობა დაშენდა საქართველოში ჩვენ უნიკალურ რწმენაზე მაგრამ საბჭოთა კავშირის მერე თავიდან მოხდა ამ ქრისტიანული ქართული ეკლესიის აშენება რაშიც ბევრი დაიკარგა და ბევრი დაიკნინა მაგრამ მე არ მიმაჩნია რომ ერთი მეორეს უარყოფს ის სიბრძნე რაც არსებობდა რა თქმა უნდა ქრისტიანობა და ეს არის მთავარი სიმართლე მაგრამ ასევე ეს ქრისტიანობაც დაშენებული არის ბევრ ძველ აი მაგალითად ბერძნებში მაგალითად ფილოსოფოსები რო წაიკითხო ბერძნული ისინი თავისი ლოგიკით და თავისი მსჯელობით მივიდნენ რომ არ არის ეს რაღაცა უამრავი სხვადასხვა აჯღაბაჯღა ღმერთები ერთი ღმერთი არის და ეს ღმერთის სიყვარული არის ეს ბერძნებმა 3 საუკუნით ადრე მიხვდნენ ვიდრე საერთოდ ქრისტე დაიბადებოდა მაგრამ აი ამაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება რომ როგორც ხე იზრდება ფესვებში როგორც
სვეტი ცხოველი დაშენდა, სვეტის ცხოველი ძალიან უძველესი სიმბოლო არის, ქრისტიანობამდე სიმბოლო არის, დაშენდა და იქიდან წამოვიდა ჩვენი მართლმადიდებლური ქრისტიანობა, ასევე უნდა მოვეპყროთ ჩვენ წინარე ქრისტიანულ იდეებს. შეიძლება ახლა ისევე არ ვაღმერთებდეთ, მაგრამ პატივით უნდა მოვერტოთ, იქ ფილოსოფია და ის სიბრძნე რაც არის არ უნდა დავკარგოთ. და იმედია სწორედ გამიგებთ ამას და იმედია რაღაცა წარმართობას და იმას არ დავმბალოთ. მე პირიქით რაც უფრო მეც სწავლობ სხვა რწმენებზე, მითოლოგიაზე და ამაზე პირიქით უფრო მიძლიერდება ჩემი ქრისტიანული წარმოდგენა, მაგრამ იმასაც ხვდები, რომ არის რაღაცა სიბრძნე, რაც მარტო ებრაელების გარდა ჩვენც ვიცოდით რაღაცეები რა. აი განსაკუთრებით რომ ნახოთ მთის რწმენაზე იქ ერთი ღმერთი არის მორიგე, რომელიც ღვთისშვილებს გამოშვებს, ღვთისშვილები ასევე რომლებიც ღვთისშვილებს კოპალა იახსარი, ეს დღესდღეობით მთის ბერები ჯერ კიდევ მოიხსენიებენ მაგათ, როგორც ქრისტიანულ რწმენა წარმოდგენაში, იმიტომ რომ ესენი ჩვენი სიტყვით გადმოთქმული, მაგრამ ანგელოზები იყვნენ, წმინდანები იყვნენ, რომლებიც იბრძოდნენ ბოროტებას და დევებთან, ქაჯებთან, რომელიც ასევე ბიბლიაში ნახსენები არიან. ბიბლიაში დევები, ნეფლიმები, რასაც ახლა პოპულარული გახდა ძველი აღთქმიდან და ძველ აღთქმაში ღვთისშვილების და ნეფლიმების არიან მოხსენიებულები წარღვნამდელ სამყაროში და წარღვნა რა თქმა უნდა ვიცით რომ კავკასიაში თავრდება ნოეს კიდობანი აქ მოდის და ესე იგი თუ ნოეს კიდობანი კავკასიაში იყო და თუ იაფეტის შთამომავლობა კავკასიაში იყო და თუ ბაბილონის გოდოლი ჩვენთან ახლოს ააშენეს არ იმჯერა რომ რაღაცა სიბრძნე ჩვენთანაც არის რა და ამიტომ რა თქმა უნდა დიდება უფალს ულოცავ იესო ქრისტეს დაბადების დღეს ყოველას გილოცავთ ქრისტეს შობას და ასევე ქრისტეს შობას როგორც მოულოცეს სამმა მაგმა ისევე ჩვენც უნდა ვეძებოთ მეტი ცოდნა რა თქმა უნდა რწმენით და იმ ფილოსოფიით ქრისტიანობა რაზეც დგას რომელიც ამ რწმენას და ფილოსოფიას ამყარებს კი არ უარყოფს ამყარებს და იმედია კარგად გამიგებთ და იმედია თუ რამესები მითხარით ძილობიანად ადამიანურად და რა ვიცი გავაგრძელოთ ამაზე საუბარი და მე ბევრ ვიდეოს ჩავიწერ ამ თემაზე მე მგონი საინტერესო არის წარმართულში რამდენად კავშირი არის ქრისტიანობასთან და დიდი მადლობა და გაიხარეთ. გილოცავთ შობა ახალ წელს.